რა ის მეტეო? ჩვენ დღევანდელი მიზანია კოჭრის ციხიდან გადავიდეთ ასურეთში. ნიკა აქ ნამყოფი ფეხით. თავარი ხო გამოგჩა. ოღონდ ნიკა მარიცის გზა, იმიტომ რომ ნაყოფი მოტოციკლეტი, მოტოთი ვარ და იმით რა ქვია, ცხენით და ფეხით არა და ფეხით სხვანაირი გზა არის რა. ანუ ნიკა მარიცის გზა, ეგ ერთი. თავარი ის არის, რომ ხალხს უყვარს ჰაიკინგი და შეიძლება რომ თბილისთან ახლოს ძალიან კარგი საჰაიკინგე სივრცე ვაჩვენოთ. სადაც შეიძლება ზამთარ ზაფხულ სიარული. ხოროღლის ციხეზე ავიდეთ, ზევიდან გადავხედოთ გზას, თანო ანახოთ ჩვენებს რა სილამაზე აქ და როგორ მართლა მარტივად შეიძლება აქ მოსვლა და მე ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ სიარული. ხაზი მინდა გავუსვე იმ ფაქტს, რომ აქ ისა, ეს იყო ძველი გზა რა. ძველი გზა იყო აქ ადრე. ბიჭო არ ზიხარ ცუდად, ესე დადიოდნენ რა და აქ გზად შეგხვდება ნამონასტრალია, მონასტერია, ჩანჩქერებია, რაღაცა თამარის ხიდსაც ეძახიან ერთ ადგილს. ეს თამარი ყველგან იყო. ისტორიული გზა იყო ადრე ასე რა. ნინუც არ არის სახუმარო, სერიოზული ამბავი. ანუ თბილისში აქედან მოძრაობდნენ რა. ანდრე არისო აქ ეს კიბები სამის ცენტრალური შესასვლელი და ეხლა მოაჯირი გაუკეთებიათ და ძალიან კაია. მე ხო მეშინია სიმაღლეზე ახლა აქ რა მოვდიოდი. ხო. ხვიკი დავამუღამე. რაღაცაზე კონცენტრირდები რა. აი რაც მიქმნის შეგრძნებას რომ მიწასთან ახლოს ვარ. მე ხო მაგის მეშინია რომ ვერ ვაკონტროლებ და რამე შეიძლება დამემართოს და გადავარდე. ხო და მაგი მომეხსნა. ძალიან კაი. ეხლა წავიდეთ ზემოთ ხო? ეს ამ ცენტრალური შესასვლელი. ხოროღლის ციხის? ხო. მარიშკა ისტორიული დეტალები შეგიძლია ახლა ნარნარად ჩასვა. მონტაჟის ნატიფი ხელოვნებით. მარიშკა მარტო აქ მომზადებული. წამოსული. ინფორმაცია იცის არაფერი დიდი ინფორმაცია არ მაქვს. არა. ჭკვიანი სახით უნდა დაიწყო. აქ არაფერი არ ხდებოდა საინტერესო უბრალოდ. ჩავაფინო. მე უნდა ჩავაფინო, მარიშკა მაპატიე. გეხვეწებით? რა გინდა? კედლის სისქეები მოდი შევაფასოთ. ეს რაღაც ახალი გადახრა აქ. ყველგან დგებოდა კედლის სისქეზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ბოლო პერიოდი მე მგონი რაღაცამ შეგაწუხა ეტყობა. ზოგადად საქართველოს სამშენებლო კომპანიებმა შემაწუხეს, რომლებიც საკმარისი კედლის სისქით არ გამოირჩევიან. მე მგონი მეზობლები ხმაურობენ და კი, ვიღაცა, მე მგონი დამავოივით ყავს სახში, მართლა. ყოველ ღამე, ოღონდ ღამე მესმის ესეთი ხმა. ნახე? აი რაღაცა დავარდნის ხმამეთ. ბუხ. გესმის? სად ნინუცა, სად კორპუსში? ხო, ყოველ ღამე. სხვადასხვა დროს. ეუფ. ეხა დავეშვებით ქვემოთ. მერე წავალთ, მივალთ იქ. მონასტერი არის პატარა, მერე წამოვალთ და მივალთ იქ. ორი მთის იქით. ხო ზღაპრები რო იწყება. 9-მთა გადაიარა. აბა ნახოთ როგორ ვიქნებით საღამოს. აქ ავტობუსიც დადის, სამარშრუტო ტრანსპორტიც არის. ფეხით შეგიძლიათ გამოისეინოთ. დილით ამოხვიდეთ, შუადღეს ჩახვიდეთ, შუადღეს ამოხვიდეთ, საღამოს ჩახვიდეთ. რავი, ძალიან ახლოს არის და ძალიან მარტივია აქ მოხვედრა და განიავება რა. მყინვარწვერი ჩანს ხელის გულივით აქედან. აქეთ სამხრეთ საქართველოს უყურებ. იქეთ აბულის მთის მიდამოები ჩანს, აგერ ჯავახეთი. რავი, ძმაო, ყველაფერი გვაქვს. აქ ყავას ვერსად ვეღარ ვიშოვით. ეს რა გადაიღო? ვიღებდი. ძნელი მისადგომი კლდეზე აშენებული მტრის კოშმარი. ზუსტად ასეთია ჩვენი ხოროღლის ციხე. ვერ მიუდგები ვერსაიდან და მტრისთვის თავის დროზე ეს იქნებოდა სრული კოშმარი აქ ამოსვლა. წარმოიდგინე, ამ სიმაღლიდან რო დაუშენდნენ ტყვია წამალს, არ ვიცი, დიდი ისენი რო იყო. ლოდებს. წარმოიდგინე მტერი როგორ ნადგურდება. ჩემი მიდრეკილება სისასტიკისკენ არის შესაშინებელი უკვე.
100-მდე გვინდა დაახლოებით 11 კილომეტრი, აქ უწერიათ საშუალო 3 საათნახევარი. ნუ გადაღებით დამბით ჩვენ დაგჭირდება 4 საათი, 4 საათნახევარი. ყველას გამოკითხე და მე რო ვთქვათ, შენ რამდენს ფიქრობ? 5 რა. შენ ნიკ რამდენს ფიქრობ? რამდენ ხან? 5. ხო, ნიკას ჯერ ხო კამერა არ მქონდა. ნუ კამერა კი არ მქონდა, ჩანთის წამოღება არ უნდა რა. ანუ ჩანთის ტარება ეზარება და მე და მარიშკას გაგვინაწილა ბარგი აქეთ იქი და მე მომაძახა. ეხა მე შენ უნდა მოგამზადო, დიდი ლაშქრობა გვაქვს 24-შიო და მაგისტვის გავარჯიშებო რა. ანუ შეფუთა რომ მე საქმეს მიკეთებს რომ მე და მარიშკას 8 ტონა ჩაგვიდა ბარგში. რა პრობლემა? არა, პრობლემა არსად არ არის საერთოდ. მე აღარ დავდიოთ და всё. გეტყობა. მართლა. გეტყობა კიდევ. მორჩინე ხასიო. რა არის ესა? რა არის, იცი? მე რო ვეძებდი ინფორმაციას, იქ ეწერა, რომ მონიშნულიო არ არისო გზაო და GPS-ით იარეთო და ვერ გააგნებთ და რაღაცები ეწერა და არ არის. ყველგან არის ნიშანი. რო იცოდეთ. და სხვათა შორის მაგას მოდი ვიტყვი, რომ ხშირად არიან ფორუმებზე და რაღაცებზე ვიღაცა პროფესორი ტიპები რაღაცებს წერენ, ესეთი ძალიან ესეთი დამაჯერებლად მე როგორც ვიცი. ამ რო იცის ხოლმე დამაჯერებლობა აი ეგრე რა. და მე აღმოჩნდება რომ ეგრე არ არის. აი აქაც სწორად იგივეა რომ აქ არის მარშრუტი, რომელსაც მე არ მახსოვს, მაგრამ დამარკული არის რა, ანუ დამარკულია ყველგან. ეხა რაც მოდიოთ ყველა გადასახვევზე და ყველა გზასთან დამარკული არის და ეს ნიშნები აი ყვითელი, თეთრი ნიშნავს სირთულეებს თან. ანუ აი სვანეთში დააკვირდებოდა ეს დუგრას ჩანჩქერზე სხვა ფერებით იყო დამარკული. და თავისი შკალა არსებობს. ეს ახლა მარტივს ნიშნავს, ხო? სავარაუდოდ ხოლმე ზუსტად არ ვიცი ეს შკალა როგორ მუშაობს, ტურისტული შკალა, მაგრამ ნუ ეხლა რასაც უყურებ მარტივს ნიშნავს სავარაუდოდ, ჩვეულებრივად მივიდივარ. მარტივს და სწორგზას. თული არ არის, უბრალოდ ერთადერთი ის არის, რომ 11 კილომეტრის გავლა გიწევს და დიდი ხანი ხარ გზაში. თუ ჩადიხარ 11 კილომეტრი. არა, ნუ 4 საათია ხარ, ხელწამოსაკრავი მარშრუტი არ არის. ეგ იმ შემთხვევაში თუ მიდიხარ იმაში, იმ სოფელში, გერმანულ სოფელში, მაგრამ თუ ჩადიხარ აგერ მონასტერთან, ჩანჩქერთან, აქედან კიკეთშიც არის გადასასვლელი, კიკეთის 8 კილომეტრია ეწერა. იქვე მიდიხარ, ძალიან ლამაზი გზა არის ესეც. ჩემთვის 11 კილომეტრი არ იქნება რთული. ვაუ. ნახოთ ახლა 11 კილომეტრის მერე ნინუცა რა მდგომარეობაში იქნება. TikTok-ზე რო არის რაღაც ტრენდი, ხო იცით? ეს ვარ მე გადაღებამდე და ეს ვარ მე გადაღების შემდეგ. აი მაგას დაგანახებთ, ნინუცა როგორ იქნება. ეხლა ხო დგას და ბლატაობს, რომ აი მე 11 კილომეტრს გავირბენ. დაგანახებთ აგერ სირბილს. ეს მარშრუტი შეგიძლიათ როგორც ცხენებით დაფაროთ, ისე ველოსიპედით, სპორტული ველოსიპედით ვყავთ, მაგრამ ჩემთვის აი ფეხით სიარულს ნამდვილად არაფერი არ ჯობია, იმიტომ რომ გუშინ ვიყავი უსაზიზღრეს ხასიათზე, ზოგადად ბოლო 1-10 დღე უსაზიზღრეს ხასიათზე ვარ და აი არ ვიცი, რაღაც ჯადოსნური წამალივით არის ჩემთვის ბუნებაში ფეხით სიარული რა. ის ერთი რაღაცა, რაც არ უნდა ცუთხასიათზე უნდა ვიყო, რაც არ უნდა მოწყენილი ვიყო, რაც არ უნდა ფიქრებში ვიყო, აი ეგრევე გონებას მინათებს და სიხარულს გიბრუნებს და მოკლედ მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მაგარია. და ისეთი ესთეტიური სიამოვნება ამ ყველაფერს რო უყურებ, ვერ წარმოიდგენთ. ყველაზე მაგარია ლიმფური კვანძების გასახსნელად. ესეთი სიარული ლიმფური კვანძების გასახსნელად და შეშუპების მოსახსნელად ყველაზე მაგარი არის ჰაიკინგის დროს სიარული დიდხანს ერთ ტემპში, ხო ნელა არ უნდა იარო. და ხელფეხი სხვათა შორის ყველა კი არ ვიქნებ ესე მაქსიმალურად. ეგეც შველის. და კიდევ ყველაზე მაგარი რა შველის? დილით უბრალოდ ხტუნაობა. იწყებს 3 მართლა ეგრეა. იწყებს 3 წუთით და ადიხარ
ან 15 წუთამდე გააჩნია როგორი ძალა გაქვს რა. უბრალოდ ხტუნაო? უბრალოდ ხტუნავ. ან თუ სახტუნაო გაქვს ხო კარგი, თუ არა და მუსიკა ჩართე და უბრალოდ იხტუნავე. ბატყალი არის მეზობლები ეს. მე მგონი ის ტიპი მე რო გითხარი ხო იცი ჩემთან ზემოთ ცხოვრობს მეთქი პოლტერგეისტი მყავს მეთქი სახში ღამე რომ იბრახუნებს მარიშკას უყვებოდი. თურმე მეზობლებს თვითონ აწუხებს. მე მეგონა მეზობლები გაწუხებდნენ და მაგიტომ გქონდა პრობლემა თხელკედლებს და თურმე შენ აწუხებ ყველას. დილას ხტუნავ მე და დილით ყველა სამსახურში უნდა იყოს. 9 საათზე. აი აქ არის ნიშნული. ხო. სწორი მიმართულება და მივდივართ ქვევოთ, მაგრამ ჩვენ გვინდა მონასტერში წასვლა. და მე მგონი აქეთ უნდა წავიდეთ. ამიტომ გავავიყენოთ GPS-ი. გიო. გია. ორივე გზა ერთია და უერთდებით აქვე. მოიცა წამის სად ვერთებით შემახედავ. კაბენის მონასტერი სად არის, აბა ნახე. ქვევით. ის აქ სადღაც აქ. ვსო, მაშინ ანუ ჩვენ ვართ ეს ორი გზა ერთდაიგივე. ანუ ჩვეულებრივად რომელიც მონიშნულია თქვენი გზაზე და მართლა? საგიჟეთია. მთელი YouTube პინგვინებს დაძდევს. ჩვენ კიკეთში დავდივართ. მთელი YouTube გველებს დაძდევს. ჩვენ გოდერძიზე დავდივართ. ხო და ცოტათი ხანდახან გაურიოთ რაღაცები. ხო და 80-კაზე მივდივართ აფრიკაში. ოღონდ არ ვიტყვით სად. ხო. საოცრებას გაჩვენებთ. ოღონდ 80,000-ზე უნდა აგვიყვანოთ მალე. ნიკა აფრიკაში მივდივართ. ოპა, მანიფესტაციაც ესეთი უნდა. კიდე ვიღაცა ჭკვიანმა ადგა და მიაწერა საკუთარი სახელი ტაძარზე. მე-12-მე-13 საუკუნის ნაგებობაა ეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სევდიანია, როდესაც უყურებ მიტოვებულ ესეთ სამონასტრო კომპლექსებს. ძალიან გულდასაწყვეტია და კიდევ ერთხელ მარშკა მოპატიარა უნდა ვთქვა, აი, რა მაგიჟებს, აი. კამერა რის შეხდა. 360-ის ჯოხი აქვს დამაგრებული სინემატიკ კამერაზე. სახე მოვაძრეთ დედასპიცავარ. კაც დავაბერეთ პრაქტიკულად. არა უშავს. გამოცოცხლდება. დრონის კადრებში ნახავდით რაჩანჩკერისკენ ვიქაჩებოდი. როგორც ყოველთვის ნიკა ლებენიძე მართალი აღმოჩნდა. რაღაცა ნაკადულივით მოჯუხჯუხებს და გზის დაგრძელება არ ღირს მაგისთვის და პირდაპირ ასურეთისკენ დავეშვებით ახლა. სადღაც 2 საათის გზა დაგვრჩა. წავედით? სახელი? ალექსანდრე გოქაძე, გუდელმონაზონი. თქვენ ცხოვრობთ აქ? დიახ. ზამთარ ზაფხულ სახურავთ? ზამთარს ხართ? კი, სულ მოთქვია. აუ, რა კაია. და ამ ტაძარს რა ქვია? ეს არის თავარანგელოზების ტაძარი, რომელიც აღდგენილი არის და ზევით არის სიმეონ მესოტის ტაძარი. კი ნახავდით პატარა ტაძარი რა. და აი სამონასტრო კომპლექსზე რომ მოგვიყევით, იმიტომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანი. წირი ინფორმაცია არის ისტორიის, აი როგორც Google-ში არის მოცემული დიდი ინფორმაცია, არაფერი არ ვიცით, უბრალოდ ვიცით რომ
თამარ-მეფის საზაფხულო რეზიდენცია თითოლება. ეს ტაძარი ისეთი არაფერი, იქ ზედა მხარე, სადაც სიმონ მესოტის ტაძარი არის, იქ უზარმაზარი ტაძარი იდგა, ბეთანიას იმეორებდა, ასლი იყო იქ. აი დიდი მოედანი იყო მანდ ტაძარი. კი და კომუნისტების შემდეგ აღარ შეინიშნება და ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, ანუ კომუნისტების მიერ არის დანგრეული, ხალხის მიერ არის დანგრეული. აი ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ ეხლა ტაძარი რო არის, სულ პატარა ტაძარი რო არის. აი ის არის სიმონ მესვეტის. მან დიდგა დიდი კიდე აი მოედანი სწორი დიდი მოედანი როა, მან დიდგა ღვთისმშობლის ტაძარი რა, მძინების. აი ეხლა რო არის და მე ქვემოთ რო ორსართულიანი შენობა. ხო, მანცუ რეზიდენცია იყო ალბათ სამეფო რეზიდენციად. ამოდით. კარგი განცაო ცოტა წამოსული. ისე არ მოდის, ფეხით უნდა იაროთ 1 საათი. ძალიან ბევრი ხალხი დადის ხოთა შორის. დადის ხო? ქართველები, აი მაგას წუწუნებ მეც რომ ქართველები ბევრს არ დავდივარ. უკრაინელები, რუსები, ერთხელ ერთი ფრანგი ოჯახი იყო. უცხოელებს აქვთ მაგარი. ნუ მოკლედ თხოვეს რომ ტაძართან უნდათ მოკლედ დასახლება რა. კარავი ქონდა თავის შვილებთან ერთად და მეთქი პრობლემა არ არის ხო და ძალიან გაუხარდა და ისე კი იკეთიდან ჩამოდიან. ძალიან გაგვიხარდა თქვენი გაცნობა. ცოტა ხანი. არ ვეღარ მოვასწრებ, ვერ მოვასწრებ. შე კიდე ჩამოვთ. კარგი. ძალიან გაგვიხარდა თქვენი გაცნობა. აბა დროებით. დაგოსწრებო და ხალხს აცნობ ყველაფერს და რა ვიცი რა. ყველა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ რაღაცნაირად. ძალიან ისეთია სიტყვები. მადლობა თქვენგან ძალიან გაგვიხარდა უდიდესი მადლობა. თქვენ რომ მოხდით ჩემო. თქვენ კიდევ მადლობა რომ აქ არავინ არ არის და დიდი ალბათობით თქვენ რო აქ არ დასახლებული ყავით და არ მოგიკიდათ აქაურობაზე ხელი, აქაურობა არ გაცოცხლდებოდა, კიდევ მომავალში კაცმა არცის როგორ აღდგება აქაურობა. ერთი ადამიანი შვება ყველაფერს. აბა როგორ შეძლებ გადმოსვლას ნინო? ნაბიჯი ერთი გადადგმულია და მეორე ნაბიჯისთვის ვემზადებით დრამატურგიისთვის ეს ფეხი ნაღწობი გვაქვს. ამიტომ არ ვიცით რა სიზავს. ღირსი ხო არო ჩავარდეს. ახლა მთავარი კაი მეზარება. აუ მე ერთი მაგარი ისტორია მაქვს. გორს ჩანჩქერზე რო ცოცავდით ხოლმე ბიჭებთან ერთად, ტონთიოს ბიჭებთან. კარგი, ჩერდებოდი, ნანგრევი იყო და სულ პიჯორს ვიწერდი ხოლმე და ეს პროჭები არ მეუბნებოდნენ. და თორემ ყოფილა წისქვილი რა და მე კაიხობდა. ერთი ორი სეზონი წისქვილზე ლოცულობდი. ეგ ხო ბიჭებმა მეკაიფნენ. შენზე სახელი ეგოისάνε წისქვილზე რო ლოცულობსო. პირველად როდესაც წავედი ბიდარას მთაზე, ნიკამ შემატოვა სიუჟეტის კეთების დროს გიოს ჩემი თავი და ასე დაიწყო მე და გიორგის მეგობრობა. მრავალწლიანი 10 უკვე რამდენი წელია მეგობრობთ. და პირველი რაც მასწავლა გიომ ბიდარას მთაზე მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ლაშქრობაზე ხარ და მთაში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა აღმარზე ადიხარ თუ დაღმარზე, იმისთვის თუ გინდა რომ გაიმარტივო გზა და უფრო უსაფრთხო იყოს შენი სიარული, პირობითად დიდ დაღმარზე ესე არ უნდა იარო. უფრო დიდი რისკია რომ ფეხი აგისრიალდეს. მიდიხარ ესე ზიგზაგზე. შემოდ როგორც სრიალებ. აი ეს დადიხარ რა. და ისე რა ქვია, წონაც უფრო სწორად ნაწილდება და საშიშროებაც არ არის და ეხა გავალ წილმარიშკა და განახებ. თხილამურებზე როგორც სრიალებ რა. ბევრად უფრო ის არის, უსაფრთხო არის ეს ვარიანტი და ფეხებიც არ გეტირთება ისე ძალიან. ესაც ჩემი რჩევა. მაგრამ როგორც ნიკა ლევანიძე გვასწავლის, დაღმართზე ჯობია რომ ჩქარაჯახვი და გაიქეცი. და გაიქცე. აი ესო. აი ესა ნიკას ტაქტიკა. ეხლა 4 უკლია 20 წუთი და 5 და 80 კილომეტრი, ანუ თითქმის 6 კილომეტრი გამოვიარეთ, რაც ნახევარზე ცოტათი მეტია, სულ 11 კილომეტრი გვაქვს დასაფარი. ნიკა ლევანიძე გადაღებაზე მოდის და ლაპარაკობს ტელეფონზე. ანუ როდესაც ვართ გადაღებაზე 40% ხო ლაპარაკობს ტელეფონზე. კაი 30.
60 მარიშ კამბობს 60 მე მოწყალი ვარ 40 გიო ნიკასიანი არის და იტყვის 10-ან 20 მაგრამ ნიკა დაგვეკარგა და მარიშკა უბრალოდ ვანახოთ ეხა რა 10 ხო გითხარ მოკლედ ეხა შეხედე მოვედით გადასახოვთან ორი გზა მიდის იქიდან გამომდინარე რომ ორი გზა მიდის ჩვენ არ ვიცით ნიკა საით წავიდა ხო და ლაპარაკში ტელეფონზე ლაპარაკის დროს ისე გაერთო რომ ჩვენ დავავიწყდით დაადო თავი და წავიდა ტელეფონი აღარ იჭერდა ვურეკავდით ჩვენ ცოტათი გავნერვებულთ და შეგვეშინდა მაინც ხა შეგვეშინდა ხო ტყეში ადამიანი რო არ ჩანს არ ამდე ერთი კი გვამწარებს მაგრამ მაინც გვიყვარს ხო აბა 15-20 წუთი კაცი რო არ ჩანს ტყეში კაის არაფერს არ ფიქრობ ვაი და გულმა დაარტყა მაგისი ასაკიდან გამომდინარე მე იცი რა აზრი მქონდა რამე ვიფიქრე რომ დათმა ხო არ გაათრია თქო მე ინფაქტი იცი რა ინფაქტი დავინახავდით გზაზე რომ ეგდებოდა და დათვი უფრო ისეთია რა რეალისტიკური მართალი ხარ ანუ გაიტაცებდა და ვერ დავინახავდით მაგრამ დათვი მოერეოდა იმიტომ ნიკას ახლა მძიმე კატეგორიის წონა აქ რა როგორც ნინუცამ გითხრათ ტელეფონზე ლაპარაკობს ხოლმე აჰა საათი და 10 წუთი დაგვრჩა ასურეთამდე ჩვენ შენ გაგჭორეთ რომ მუდამ ტელეფონზე ლაპარაკობ არ იჭერდა იქ და არ მილაპარაკია დედას ვიცავარა. სად მოვედით? ძალიან მაგარი ადგილი, ეს არის წყალსაცავი, სახელი არ ვიცი ამ წყალსაცავის, მაგრამ წყალსაცავია. დაიღალა ეს. არა? კი, გადებილებულია. საერთოდ არა. გასისურველი. გავლილია 7 კილომეტრი. აბა შაჰაბასი გაშაჰაბასებულა, სასაჰაბასი ჩაშაჰაბასებულა. შაჰაბასი გაშაჰაბასებულა, საშაჰაბასში ჩაჰაშაშაჰუში. შავალა. ახლელილე, ახლა. მოკლედ ძალიან ლამაზი გზა არის, მე მაგრა ვიცი ამონე, ცოტა წინ წამოვედი რომ მარტო ყოფილიყავი და მშვიდად მე არა და ძალიან მომეწონა. დავრჩი ჩემ თავთან მარტო. ანაბარი გეხმარება დადებითი ფინანსური უნარჩვევების გამომუშავებაში, რომელიც გრძელვადიანად ერთადერთი საწინდარია ფინანსური წარმატების და მიზნის მისაღწევად. სულ დეკემბრის ბოლოს მინდება გრანდიოზული მოგზაურობა. ტაილანდიც მინდა და სადღაც სამთო კურორტზეც მინდა წასვლა დასასვენებლად და ხვდები რომ მთელი წლის განმავლობაში მე რო დამეწყო პირობითად იანვარში გამეხსნა ან დეკემბერში გამახსნა ანაბარი. და ხო, აი ყოველ კვირა ეხა როგორც მაქვს დაყენებული, ყოველ კვირაულად 4 ჩემი დღე არის 4 შაბათი, რომელი დღეც გინდათ აერჩიეთ, მაგრამ 4 შაბათი მაქვს კარგად დაცდილი. არც იქითაა და არც აქეთ რა, ნეიტრალური დღე არის და ისე გეცლება ყოლაბიდან, ანუ ჯიბიდან ფული ისე გეცლება და მიდის შენს ანაბარზე რომ ვერ გძნობ და ამასობაში ეხა მე რო დამეწყოთ დეკემბერში, წინა დეკემბერში, აი მთელი წელი რომ დამეგროვებინა, თქვენ ხო დარწმუნებული ხართ რომ ტაილანდში წავიდოდი. და სამთო კურორტში წავიდოდი. თქვენ დაისვენებდით და რაც თავარი რომ დაუბრუნდებოდი, არ ვიქნებოდი ნერვოზიანი. რაც თქვენთვის იქნებოდა ასე ავტომატურად. აი ცოტა გული მწყდება რომ ეს არ გამიკეთებია შარშან, მაგრამ ეხლა ხო იცით რომ უკვე გაკეთებული მაქვს და ხალხი უკვე მესამე ანაბარზე მივდივარ. აცი ფული აღარ მექნება, მარტო ანაბრები მექნება. აქამდე თუ დადიოდი და იკითხებოდი ადამიანებს გამოწერილი ყავდი თუ არა, ეხა დადის და ანაბარი ჩემი მიზანი გახსნილი გაქვს. ანუ იმიტომ ანაბარი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის ადამიანებისთვის ძალიან კარგი. შეხედა, შენ თუ ვერ მართავ შენ უნარჩვევებს და ხარ ფლანგველი და იმპულსურად გინდა, აი ამ წამს გინდა. ერთადერთი რაღაცა რაც უნდა ქნა ამ ცხოვრებაში არის ის, რომ შენ ყველაფერი დააგროვო და დაგეგმო წინასწარ. მეთანხმები თუ არა? ნაწილობრივ. შენ ამ ანაბარზე რა ხდება? აზე არ ვარ. წავედით, გავაგზელეთ, რა დაგვრჩა. ასურეთი ჩასვლა. ესეთი გეგმა მქონდა რომ ხიდზე ვილაპარაკოთ რა გვაცვია თქო და აბა დაცხე. პირველ რიგში სამთო ფეხსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად სასურველია რომ იყოს გორტექსი
როგორც ჩემი ტალახიანი ლასპორტივა. ასევე წინდა. ხო, ნუ მთავარია რომ არ დასვოლდეს რა და სითბოს ინარჩუნებდეს, იყოს კომფორტული. ეხა გადავინაცვლოთ. მე მაცვია. მოიცადე, შფოთვითაშვილობას მურნალობს ზეთხიძე. შიგნით მაცვია ესეთი როლინგი, შეხედეთ და ძალიან ესეთი ის მაცვია. მაისური და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ლიფით სპორტული იყოს და ეს იხსნებოდეს. ძალიან სათვალე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უკვე და ნუ ჩემი ზურგჩანთა, რომელიც იდენტურია მარიშკას. ეხლა წავიდეთ მარიშკას ლუკბუქი. აბა, მეც დავდო დაქტრეკო. დაიწყო. კაი, მეც მაცვია ფეხზე მთის სალევას ბათინგი, რომელიც თითქმის ყველგან მაცვია, როცა ჰაიკინგზე მივდივარ და რადგან უკვე ზამთარია და ცოტა უფრო სიცივეა გადავედი ამაზე. შარვალი ჩვეულებრივი ძალიან თხელი და კომფორტული და შიგნით მაცვია, რაც მთავარია თერმო. თუ ნიკალებაინძე არ ხარ, ესე უნდა ჩაიცვა ჰაიკინგის დროს. ეხა ეს ჩვენ ვართ ისა რა ქვია მოგონილი მთასვლელი, მოგონილი ხალხი ვართ რა. ეხა რეალური მთასვლელი ადამიანი როგორ გამოიყურება? ევერესტზე არის ნაყოფი. შერპა, ადგილობრივ როგორ გამოიყურება, რო გესმოდეთ. ყველაფერში ეგრეა. ნიკა. მოვდივარ. დავიწყეთ ფეხსაცმელები. ადგილობრივი შერპა სხვათა შორის ფეხსაცმელები მაცვია 10 წელია, აი ეს ქართული ნაწარმია რა. ხო გითხარით, აი. არა. თორჩა. ნახე იო, ამდენი ხანია გველოდება, რომ გადაგვიღოს კადრი. წინდა არის რამე განსაკუთრებული? არა. ხოლო თეთრი ფეხები არ გვინდა ეს თეთრი ფეხები და მალე დაგვექცევა. კარგი, მე. ხალხი. შარვალი რა არის? შარვალი არის, მე ვიცმე ხოლმე მაღაზიაში, რა ქვია? Pull and Bear, ხო? ხო. მან ვიცმე სულ. კაი, წავედით. გიოს ჩაცმულობაზე ვილაპარაკოთ. ჯობია, იმიტომ რომ გიოს აცვია ყველაზე სწორად ჩვენ ოთხში. მართალი ხარ. რავი, ეს მაცვია ეგ ძალიან მომწონს. აუ, კარგად ანახო მეცადე. ეს არის ლასპორტივას, რა ქვია მას? რა გიო? ქურთუკი, მაგრამ მიდლეიერი არის რა, შუა ფენა არის. შემდეგ, მიდი გახადე ნინო. თერმო მაცვია. ამას ძალიან ცუდი ფანტაზიები აქვს ჩემთან დაკავშირებით. ესა თერმო. ხო. თერმო. ეს არის გაიგადა. შეგნით? აი მე მაცვია შეხა. არა. მოდით ახლა თქვენ გასაჯეთ და თქვენ მიეცით ხმა. ვინ არის ყველაზე სპორტულად ჩვენ 4-დან? ვერ დადებთ მაგას და ვერ. მე და შენ ერთნაირად გვაცვია. მე და მარიშკა ერთი მასში გავდივართ რა, ერთ სტილზე ვართ ზუსტად. აბა მე და გიოს გვადარებთ თუ რა შევი? არა. ჩვენ სამიდან. ხო. ვინ არის ყველაზე კარგად? უყურე ეს რაღაცია, აი რო ბლატაო, პატაგონია, აი ეს რაღაცია. მაგ წამოღებული ეს რაღაცია. ფლისა მაგ წამოღებული. ეს რაღაცია, რაღაც წამოღებული ერთია. ქაშიმირი. რაშიმირი? მინდოდა და რაღაც ნაზი ქაშიმირი თან რომ მქონდა. ანუ შენ всё მინუსში ხარ რა, მოიგო გიო. აღმერთი დაიწყო და თან გვიღამდება. ასურეთში სავარაუდოდ დაღამებულზე ჩავალს და იმედია სოსისები დაგხვდება. აი, ის რესტორანი დაგატილი თუ დაგხვდა, მე ნახეთ თქვენ. აი, ხოშაკ პირდით, ხალხო, ხოშაკ პირდით. რა, სთა იმას რა ქვია, გაჩვენებთ თქო, როგორი იყო ნინო ვლოგის დასაწყისში და როგორი იქნება გადაღების ბოლოს თქო და აგერ აი, ჯოხები დაიწყო სიარული. თავისი ჩანთა გადაულოცა ნიკას. დაიწყო ჯოხებით სიარული და ტალახი ნახე? ფეხზე ნახე. იწყებს დასვენებას ამ ჯოხებს ეს ეყრდნობა. ძალიან ტუტურცი არის, როდის დავისვენე. ერთხელ დავისვენე. ლაპარაკო, ნინო. რატო აღარ ლაპარაკო? აბა. ხა? ნინო დაიღალა. ნინო ნებეთ რომ მე დავიღლები მაგაზე. ძალიან დაიღალები. არ დავიყარი, მაგრამ წელი ძალიან ცუდად მტკიო და ექიმთან მივა. არ ვიცი. ნიუსას ძალიან ამოტივირებს ხოლმე. როცა ადამიანები ეუბნებიან, რომ ნინუს რა ხოძზე ხარ და ასე შემდეგ და აბა თქვენი შეფასებით არის თუ არა ნინუცა ხოძზე? დაგვიწერეთ კომენტარებში. ჩემი სათვალე. გამომხედე, და ჩემი სათვალე. გამარჯობა. ბარემ ნახეთ რაკენით ნინოს დაუწერეთ რომ ხოძია და ნიკას დაუწერეთ რომ ეს სათვალე ძალიან უხდება. ხალხო, გლობალური დათბობა. აბა გამოიცანით ვის ვეღადავე?
აქ ხედავთ? ეს არის ქოროღლის ციხე. ნიკა თუ ამოიღებს ახლა კამერას, გადაიღებს და გადავაფარებთ კაცს. სად არის? რამხელა გზა გამოვიარეთ. და რა, სად ვართ ჩვენ და რამხელა გზა გამოვიარეთ, მინდა თქვა, საღოთ ჩვენ ყოჩაღები ვართ ძალიან. აი ქოროღლის ციხე მე-12 საუკუნე თუ რაღაცა მთელი ამბები და იქედან ჩამოდიხარ მეორე წერტილზე, სადაც ფინიში არის, სადაც არის გერმანული სოფელი. ანუ რაღაცა დროის მოგზაურობასავით არის რა და ძალიან კარგად შეიძლება ამის ესე ის დატვირთვა რა, რომ ქოროღლზე წამოხვიდეთ, ჩამოისეინოთ, მერე აგერ გერმანულ სოფელში გაისეინოთ. ხო და მამაო რო გავიცანით გზაში იმენ გვითხრა რომ ქართველებიო ნაკლებად დადიან ამ გზაზეო ძალიან ცოტა ქართველი მინახავსო და იარეთ რა აგერ გზა კი გაჩვენეთ როგორც უნდა მოხვდეთ აქ და ძალიან კარგი სასიარულოა მართლა და დაიწყეთ სიარული ანუ არ არის ბევრი აღმართები რა ისეა ეს გეოგრაფიულად რო ქოროღლი მაღლა ეს სოფელი და ეს რითი ერთობა ნიუს ისეთი ჩატე ხარ ვერ ტეხავ ხედავ? ნუ რა კაი კომპლიმენტი უთხრა. რომ ამბობ გაგღორობა. მერე ამას აბომიჭრით. ვარა და რა სუფთა იყო ყველაფერი გზად რომ მოდიოდი და ამას ეხა არ ველოდებოდი და ძალიან მეწყინა. შეხადე იქითაც არის გადა. ბევრგან არის, ანუ აქ ყრიან ეტყობეს, მოდიან და ყრიან ნაგავს. ხო, ამ გაგრძელებელზე არის. ეს ამ მთელი შეხადე სახლის მთელი მილი არის. ხო, სამშენებლო მესა ნარჩენი რა. ხო და სამწუხაროდ მე ადრე დავდიოდი ბერსტფელის სიზონის გარშემო და ზევით იქ რომ დავფინავ ხოლმე და იქაც ძალიან ბევრი ნაგავი ეყარა ხოლმე რა. აი ყრია კიდევაც და აი ძალიან ცუდია რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენს პლანეტას არ უფრთხილდებით. პირველი ამბავი რაც ჩემთვის არის ეს ბილიკი არის სუპერ კომფორტული, იმიტომ რომ არ არის ბევრი აღმართი და აღმართი ძალიან რთული არის, როდესაც დამწყებითი მოლაშქრე ხარ და ჩვენსავით ბარგი თუ გაქვს სატარებელი და წელი თუ გდგება ჩემსავით. ამიტომ თუ გინდა შენი თავი გამოცა და ერთდღიანი ესეთი ტური რო გააკეთო აქ მეგობრებთან ერთად ძალიან მაგარი იქნება. მეორე ამბავი რომ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი გუშინ მთელი დღე და არ მეგონა რომ ამ გადაღებაზე საერთოდ მომინდებოდა რამის გაკეთება და ფეხის განწევა, მაგრამ როგორც კი სიარულს იწყებთ, როგორც კი ბუნებას უყურავ და სისხლი ამოძრავდება და ტვინი გამოცოცხლდება, ეგრევე გამოცოცხლდები, ამიტომ რაც არ უნდა რთული გეგონოს ახლა ეს მარშრუტი, იცოდე რომ ძალიან მარტივია, არც ერთი ახლა გიორგის გარდა აი ნიკას გარდა არ ვარ სათანადოდ მომზადებული რო გვეარა, მაგრამ ძალიან ყოჩაღად ვიარეთ რა და ძალიან სასიამოვნო არის და მართლა არ არის დამოწველი. არ არის ბევრი აღმართი, სწორი გზა არის, უსაფრთხო არის, მარტო წასვლას არასოდეს არ გირჩევთ არცად, იმიტომ რომ ვაი და ფეხი დაიზიანოთ. ან ამოგიყირავთ, ყოველთვის ვიღაცა გჭირდება რომ დაგეხმაროს და გამოგიყვანოს. ელიზაბეტ თალი უკვე გამოჩნდა, უკვე ძალიან ახლოს არის 4 საათი და 42 წუთი და 9 კილომეტრი და 800 მეტრი, ხო? 10 თქვა. ხო. ნუ 10 კილომეტრი გამოვიარეთ და ამ ეტაპისთვის ძალიან ყოჩაღად ვართ. ქოროღლის ციხესიმაგრეა იქ. და შეხედეთ, იქ ვიყავით და აქ მოვედით. გასაოცარია. სასწაული. ბაკოს, მოდი, ჰა? აი იქ შეხედე უბრალოდ, კაი ხელა გზა. შენობებია ნახე. ხო და ჩამოვედით. ეგა 11 კილომეტრი, 5 საათი, 4 შესანიშნავი მეგობარი. ეხლა უნდა წავიდეთ ლუდის სახარში არის, აქ სმენია. ნიკა 23 ჯერ თქვა დაურეკეთ, მოიკითხეთ თუ მუშაობენ. გრაშია. კიდევ შეგახსენებთ, ვისაც არ უნახია ჩვენი ბირთვისთვის ლოგი. გადადით და იქ დაწვრილებით მოვყვებით თავის დროზე. აქ ჩამოასახლეს გერმანელები და გერმანელი ლუთერანები და მათ გააშენეს მთელი აქაური სოფელი. ხო და ბევრი წლები აქ ცხოვრობდნენ. მერე კომუნისტებმა გადაასახლეს. დატოვეს იდეალურად მოწესრიგებული სოფლები. უკვე რამდენი წელი გავიდა და მათი შთამომავლები ხშირად ჩამოდიან აქ. და რა ლამაზია ეს ვარდები. მე მგონი ამ სახში დამყოფი ვარ. მარიშკა ამ სახში ვიყავით, ხო? ეხა მივხვდი. ესეც როგორი ლამაზი სახლია, შეხედე.
ყველა ეგრე არის რა. როგორ? მე წელი, მარიშკას ფეხი, დაშლილებში ვართ ჩასაბარებლები. მოიწეთ. და ძალიან სად ვართ? ჩამოვედით ხალხო ლუთერანულ ეკლესიასთან. კილომეტრი გავიარეთ, 7-15 წუთია, სოფლის გზა გადავტყეყნეთ, შუა გზაზე ძროხებივით ვიარეთ და მოვადექით ლუდსახარს. რეჰანის ვლოგში ანა და ლაშა იყვნენ ჩამოსულები და აბა ვნახოთ ერთი ძალიან კი აქ საკაური ლუდი. და მოვედით ასურეთში. აუ, ეხა იქნება ყველაზე საინტერესო. ეს კატაა თუ ძაღლი რომ სისქე ხავში რა ლამაზი კატაა რა სისქეა აუ რა ლამაზი ფანჯრებია ეს ძველი შენობა არის ხო აუ ეს ფოტოები აქაური ფოტოებია ხო გერმანელები როდესაც ცხოვრობდნენ აქ ზემოთ ჩამოთვლივი რაც დღეს ნახეთ მიზეზი თუ არ იქნება თქვენთვის რომ ეს ყველაფერი ბილიკი გაიაროთ, ჩათვალეთ რომ იმ ბილიკს რო გაივლი და მერე დალევ ამ ლუდს არის აი ძალიან მაგარი ერთი დღე. შენ უნდა შეაფასო საჭმელი, მე ლუდს ვაფასებ. ეხლა ჩვენ მივერთმევთ სოსის და კანჭს. რასაც მოყვება თავისი მჟავეები და соусები. რამდენს უწერ? ჩვენი შეფასებები გრძელდება. ზუგდიდში ხო შევაფასეთ ეს რა ქვია გებჟალიას ნაყინი ეხა კანჭს და სოსის რამდენს დაუწერდი 10 კანჭი 10 სოსისი მე 10 მე მგონი სოსისი მარტო მევჭამე იცით როგორი სოსისია აი რაღაც მაღაზიაში რო იყიდება ეგეთი კი არა ეთყობა რომ შეგნით ხორცია რა რავი საახალწლო სიმღერაზე მღერის თუ ცეკვავს აი, ჩემი არის გაუფილტრავი. ნიკასია შავი. ნინუცასი იყო გაფილტრული. და ძანკაია. თქვენ გაგიმარჯოთ. და ბედნიერი შობა ახალი წელი და იცოდეთ რომ კი, სასაცილოდ ჟღერს და დაუჯერებლად, მაგრამ სასწაულები ახალ წელს ხდება. და სასწაული საერთოდ ზოგადად შეიძლება ნებისმიერ წელს მოხდეს. რა მარტო შეიძლება მოხდეს და მომხდარა ჩემ ცხოვრებაში სასწაულები მომხდარა ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ რომ გჯეროდეთ ამ სასწაულების იმიტომ რომ თუ არ გჯერა და გული გაბოროტდა მე არაფერი აღარ ხდება თავარი გული ისევ კეთილი იყოს და სასწაულების გჯეროდეს და სასწაულები მოხდება ამ გზაზე თუ წამოხვალთ ბოლო ფინიში არის აქ რა და რეკლამა არ არის ისე ვართ რა მართლა ვნახეთ ისე ვლოგში ვნახეთ რეჰანზე და ჩამჩა ეს რაღაც სოსისები და ვფიქრე როცა ვიქნებით შემდეგში იქ შევჭამთ მეთქი და ეგრე რა თქვენ გაგიმარჯოთ ვიშლებით ვამთავრებთ დავამთავრეთ უბრალოდ კაი გავაგრძელოთ გილოცავთ ახალ წელს 25 დეკემბერს იდება ეს ვლოგი რო იცოდეთ და შემდეგი ვლოგი იქნება 8 იანვარს და გილოცავთ მოკლედ აბა ხო არასოდეს არ დაკარგოთ იმედი.